რამდენსაც მთელი რეგიონული ტელევიზია იღებს იღებდა გრანტები ქონდათ ეხლა რას იღებთ არაფერს თორემ როგორ არსებობთ ესეც მიგვირთ და რადგან რაღაც პატარ-პატარა ასე ვთქვათ ენთუზიასტები და პატრიოტული ადამიანები არიან რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა რეგიონს რომლებიც ოდესმე დაიყურება არავინ არ იცის ყველა ერთად აღებული აი ამ არხების ბიუჯეტი არის იმაზე ნაკლები ვიდრე ერთი ადამიანი შეიძლება ხა თქვენ მაყურებელს გაუკვირდეთ რას ამბობს ხო არ აზვიადებს რაღაცა ტენდენციურად ხო არ საუბრობს არა ერთი ადამიანი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ხელფასი ყოფილა 39200 ლარი თვეში წარმოგიდგენიათ ეს ახლა გაამრავლეთ 12-ზე და რა გამოდის დაახლოებით 9 მილიონამდე და ერთადერთი კაცი რუსთავი 2 როგორ ფინანსდება ეს წარმოუდგენელი დანაშაულია როგორც ხელისუფლება შეიცვლება ძალიან ბევრი რუსთავი 2-ის დამფინანსებელი წავა ციხეში რუსთავი 2-ს ვინ აფინანსებს არავინ იცის აუდიტი რომელიც მას ამოწმებს აუდიტური კომპანია ის წერს რომ რომელიღაცა შეპესე მოგონა არასახელებს აუდიტური კომპანიაც დასასანქციონებელია და პირადად მეუზუნებ ამაზე რომ მივწერს ყველგან სადაც კი გამივა და სადაც საჭიროა რომ წერს რომ რუსთავი 2-ს აქვს და ბოლო 4 წელიწადში 200 მილიონი დავალიანება ამ 200 მილიონს აძლევს ვიღაცა ქართული შეპასე ოღონდ არასახელებს რომ აძლევს მაგრამ 200 მილიონი დავალიანება გაკოტრებული ხართ მაგრამ გაკოტრებული არ არის ასე ამბობს რადგან რუსთავი 2 ამბობს რომ ეს კომპანია არ მომთხოვს ფულს რასკი არ მომთხოვს ვიღაცა ცეცხლად არის გაფორმებული შენ რომ ცეცხლი არ დააბრუნო ამის ასე ვთქვათ გარანტიას ვინ გაძლევს მაგრამ ყველაფერი ნათელია ეს კომპანია ფინანსდება ზესტაფონელი მშრომელებისა და ჭიათურელი მშრომელებისათვის მოპარული ფულით ჭიათურ მანგანუმი და ზესტაფონის სფერო გაერთიანებული არის ჯორჯიან ასე ვთქვათ მანგანეცში ხო ასე უცხოური კომპანია მე 10 წელია მას ჩამოართვეს ამ კაზა დროებითი ადმინისტრაცია და ვიღაცა რიჟაკვია რა გვარია არც ვიცი ასეული მილიონობით მიდის ფული ოფშორებში ოფშორიდან ერიცხება ამ ქართულ შეპასეში და ის აძლევს რუსთავი 2-ს ასევე ივანიშვილი და რუხაძე რომ აფინანსებდნენ იქ ცოტა უცნაური ვითარებაა ივანიშვილი რომ აფინანსებს და რუხაძე იქ და აუდიტო კომპანიამ თავის ფინანსურ დასმაში დაწერა ქართულ და კიდევ ვიღაცები კომიკური შემთხვევა არის რომ რომელიღაც შეპესე აქაც არის ასე თქვა დარღვევები და კრიმინალური რომელიღაც შეპესე რომელიც არ არსებობს ბუნებაში სადღაც რომელიღაც ვინაშია გაფორმებული და შემდეგ ჟურნალისტური გამოძიები დაადგინეს რომ 10 მილიონი თუ 8 მილიონი გადაურიცხა იმედს და ამ შეპესეს დამფუძნებელი ყოფილა ქართულ ბანკის შიდა ეზოს გუნდები როა საფეხბურთო გუნდის მეკარე აი ეთყობა ენდნენ და იმას რაღაც ფული ჩაურიცხეს და მე რივან ჩაურიცხე და აქ რომ ავიღოთ პოზიტივი ვიცით რომ პოზიტივი საფინანსებენ პარლამენტარი ბიზნესმენები სვანეთიდან და სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი 101 მილიონი არის ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება და პლუს 14 მილიონს იღებენ რეკლამიდან რეკლამა აკრძალულია მაგრამ რაღაც სპონსორობა დაარქვეს ამ გიგანტურ ფინანსურ ასე ვთქვათ სივრცეში როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია თავისუფალმა მედიამ რა შემორჩა პირველი ფორმულა კავკასია მაესტრო და თქვენნაირი რამდენიმე